მშვენიერია, ვაგრძელებთ და შემდეგი კითხვა იქნება ასეთი. რა იყო ყველაზე დიდი სირთულე შენს გზაზე და როგორ დაგეხმარა იოგას ფილოსოფია მის გადალახვაში? სირთულე იყო, რომ ვერ პოულობდი საკუთარ თავს. აი, ეს იყო პრობლემა, რომ სულ რაღაცის ძიებაში ვიყავი, არ ვიცოდი, რას მოვკიდო ხელი, იმის გაკეთებაც მინდოდა, ანუ ვერ პოულობდი ჩემ თავს ამ ცხოვრებაში. და მეგონა კიდევაც, რომ საერთოდ შემთხვევით დავიბადე და ყველაფერი ეს ზედმეტია, რომ რაღაცა ჯობდა არ ყოფილიყავი, ну, ესეთი აზრები მქონდა რა. და შემდეგ მაგ დიაგნოზი ბიპოლარული აშლილობა დეპრესიული ეპიზოდებით და რა თქმა უნდა რაღაცა მომენტში ბევრი წლის წინ ფსიქიატრმა რაღაცა ერთი ღრმა დეპრესიის დროს გამომიწერა ეს ანტიდეპრესანტი. ვიყავი ძალიან ცუდად, ну ფაქტიურად ლოგინიდან ადგომა არ შემეძლო, არ მინდოდა, არ მეძინა, არ ვჭამდი ბავშვების ნახვა, არ მინდოდა, არაფრის ნახვა არ მინდოდა და დავლი ეს ანტიდეპრესანტი და ისე ცუდად ვიყავი ფიზიკურად. რომ იმ მომენტში მომეჩვენა, რომ ამ წამლებს წერენ, რომ მიხვდე, რომ შეიძლება კიდე უარესიც იყო. მომწონს ხუმრობაში რო გადაგაქვს ეს თემა, თუმცა სახუმარო ნამდვილად არაა, იმიტომ რომ იმ მომენტში სულაც არ გეცინებოდა დარწმუნებული ვარ. ძალიან რთული არის, ხო, ძალიან რთული არის და ასე თუ ისე ყველას გვაქვს ცხოვრებაში კრიზისული მომენტები, მძიმე მომენტები, რომლიდანაც გამოძრომა გვიჭირს. და ბევრი მიზეზი არის, რატო გვიჭირს და მოვყვები ახლა რაში გვეხმარება იოგა ამ შემთხვევაში. არის მომენტი, რომ ჩვენი ტვინი თუნდაც აი ნეგატიურ სიტუაციებს ვეჩვევით და სულ რაღაცა ცუდი ხდება, სულ რაღაცა ჩხუბი ხდება ცხოვრებაში და ჩვენი ტვინი ხო ვერ ხვდება, რომ ეს ჩხუბი არის ცუდი და ცუდად გრძნობთ ამ სიტუაციაში. ის ღებულობს, რომ რაღაცა დიდი და ძლიერი ემოცია მოდის. ენდორფინები და რაღაცა ადრენალინი და ამბავი რა და მე სულ ვცდილობთ გაუცნობიერებლად ამ სიტუაციაში ხვდებით რა, იმიტომ რომ ვაჭერთ რა იმ ტრიგერებს, რომ აი ისევ გვინდა ამდენი ემოცია, ისევ გვინდა ეს გრძნობა, ეს რაღაცა ეს ნივთიერებები ტვინში რა და იოგას რო ვაკეთებთ, ვიწყებთ დაკვირვებას. რომ აი ეს ჩემ ცხოვრებაში ეს რაღაცა მეორდება და რატო მეორდება? და არც უნდა კითხვა რატო. არც არის საჭირო. უბრალოდ რო იწყებ დაკვირვებას, ერთხელ დააკვირდი, იმის შუაში აღმოჩნდი. მეორეჯერ დააკვირდი, ისევ სადღაც რაღაც ბოლოს მიხვდი, რომ აი რაღაცა მოხდა ყვირილი წივილი და ან კონფლიქტი და კონფლიქტის ბოლოსში ხვდები, რომ აი ეხა ეს კონფლიქტი იყო. და მერე წლების მერე, შეიძლება თვეების მერე, ყველასთან ინდივიდუალურად რაღაც მომენტში კონფლიქტი სანამ მოხდა. მიხვდები, რომ შენ გაქვს კონფლიქტის ენერგია და შენ შეგიძლია არა კონფლიქტში, არამედ რამეში სასარგებლოში დახარჯო. ან უბრალოდ იყო ამ კონფლიქტთან. აი თვალში გაუყარო და შეხედო, აი რო არის ეგ. და მხოლოდ აი ეს გონების გავარჯიშება, სხეულიც, ან ჩემ შემთხვევაში ეს გონების გავარჯიშება სხეულით ხდება რა. ხო და ხო, იოგა ბევრ რაღაცაში დამეხმარა, თუნდაც აი ახლა 3 წელია სვამიჯის შეხვედრის მერე, ამის მერე რაც ვასწავლი, ხვდები, რომ მე არ მქონია ეს დეპრესიული ეპიზოდი, რომ ჩავარდე დეპრესიაში. მე ვიცი, რომ აი რაღაცა სეზონზე მეწყება რაღაცა რა. მე ვიცი, რომ იქ არის რაღაცა ჰიპომანია, უცებ ვიწყებ რაღაცა ძალიან მოზღვავებული ენერგიით ვარ და მე ვიცი, რომ ეს ხვალ მოიტანს ფსკერზე ჩასვლას. და რომ იცი უკვე რა, ამაგრებ პრაქტიკებს, აუმჯობესებ კვებას, მიხედავ ძილს უფრო სათუთად მოექცევი საკუთარ თავს და ყველაფერი მალევე მორჩება რა, არა 3 თვე გაგრძელდება, როგორც იყო ადრე მაგალითად და შეიძლება სულ მაგ მდგომარეობაში მთელი წელი ყოფილიყავი, არამედ 1 კვირა. 1 კვირა, 2 კვირა და ისიც არ არის რაღაცა დიდი ვარნა ან ამოსვლა რა, ეს არის რაღაცა
ну, პერიოდი და ეს პერიოდები მე მგონი ცხოვრებაში ყველას გვაქვს ასე თუ ისე და უკვე ყველას დაავადებებს არ გვაქვს რა. ყველას გვაქვს რაღაცა ფსიქიკური დაავადება ამ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, ხო? იცი, ისე ლაღატყვები ამაზე, თუმცა მე რომ გისმენ, პირადად აღფრთოვანებული ვარ, იმიტომ რომ ამ წვრილმანებში ვლინდება შენი ნიჭი სიყვარულის. რამდენად სათუთად ეპყრობი საკუთარ თავს. ეს არის სიყვარული, სხვა კი არაფერი. როცა შეგიძლია და გაქვს იმის უნარი, მართო საკუთარი ენერგია და ისე ლამაზად ჩამოაყალიბე, არ შემიძლია გვერდიაო არო იმ მომენტს, რომ ტვინი როგორც ორგანო მუშაობს, აი გონებას კი თითქოს საჭიროება აქვს ამ ემოციების შეგრძნებაში და თითქოს ჩვენც ამ თამაშში ვებმევით. როცა შენ ამბობ, რომ შეგიძლია გარედან შეხედო ამ თამაშს, უკვე აღარ ახარ ჩათრეული. მაგრამ ხან შეხედავ, ხან არ შეხედავ. ანუ ესეც არის რა, ხო არ ვარ რკინა, არც არავინ არ არის. ეს მიმღებლობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება როდესღაც შეხედო და რაღაც მომენტში ვერ შეხედო. ესეც ძალიან დიდი შრომა და მუშაობა არის, რომ შეგეძლოს არა გაღიზიანება იმაზე, რომ მე ამდენს ვმუშაობ და მაინც ჩავარდი ამაში. არამედ მიღება იმის, რომ ხო, ადამიანი ვარ და მე აი ესე მუშაობს ჩემი პროგრამა, ეს სხეული, ჩემი ჰორმონალური სისტემა თან განსაკუთრებულად ქალებთან. ქალებს ხო ეს მთელი თვე იქით აქეთ. ესეც ხომ დაკვირვებიდან გამომდინარე ხდება. შენ ხედავ, რომ ისევ შენი პერსონაჟი აი ამას თამაშობს, ან ამ პერიოდს გადის. ხო. და ისევ ასევე ფრთხილად ცდილობ ყველანაირი ხერხით ხელი შეუწყო შენ თავს. ხო, აი ახლა რატომღაც მომივიდა აზრად, რომ აი ხო, ეს ეგოზე რო ამბობენ, რომ ой, ეგო და ეს ეგო არის, ეს ეგო არის. არ წარმომიდგენია, ეგოს გარეშე ყველა ჩვენი სუბპერსონა, ყველა ჩვენი ურთიერთობის უნარი, ყველა ჩვენი გრძნობა, ეგოს გარეშე, ამ სხეულში, ამ ფსიქიკის გარეშე ხო შეუძლებელია. არ არის ეს ეგო ვიღაცა ცუდი, მაგრამ ეს ეგოც ხანდახან მგონია, რომ შეშინებული ბავშვი არის, რომელსაც აი თუ ვიწყებთ ამ ეგოსთან ბრძოლას, არ გამოდის არაფერი. როგორ ვებრძოთ? არ გამოდის. არა, თან ხო ყალიბდება რაღაცა, ყოველს თავისი სტრესი აქვს. ეხლა მე რო თქვი, რომ რთული ბავშვობა მქონდა, მე მივხვდი ერთ რაღაცას, რომ ყოველს თავისი სირთულე აქვს. რომ ის რაც ჩემთვის იყო რთული, ვიღაცას შეიძლება არაფერად მოეჩვენოს და ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს სრულ ჯოჯოხეთად. ამიტომ გვაქვს ყოველს, ანუ საკუთარი სირთულე და ეს ამ სირთულებიდან გამომდინარე, ამ ტკივილიდან გამომდინარე, მაინც ყალიბდება ეს ჩვენი ეგო. და ეს ეგოცენტრიზმი არის ცუდი, როდესაც შენ ეგოზე მხოლოდ აი ჩათრეული ყავხარ რა. ამიტომ ხო საკუთარ თავზე დაკვირვება, საკუთარი თავის შეცნობა, გეხმარება, აი შეიძლება ითქვას მართო შენი ეგო, მაგრამ მე მომწონს იმეგობრო შენ ეგოსთან. ხო. მეგობრობა, კი, ზოგი დასდევს მოსაკლავად. რა თქმა უნდა, მაშინ აქეთ მოგკლავს. აქეთ მოგკლავს, ხო, იქ დაკლავთ ერთმანეთს, არ გამოვეგრე. ამიტომ აი ხო ახლა ძალიან დიდი და ხშირი თემა არის ეს ნარცისიზმი და არის ჯანსაღი ნარცისიზმი. არსებობს პათოლოგიური ნარცისიზმი. ეგრე არის ეგოსთანაც და არ მახსოვს ვინ, მაგრამ ერთმა წმინდანმა თქვა, რომ ყველაფერი ამ ცხოვრებაში არის შხამი და არის წამალი ერთდროულად. გააჩნია დოზას. ეგოშიც და იმაში როგორ ნარცისიზმშიც და ყველაფერში დანარჩენში იოგაშიც კი, იმიტომ რომ აი ეს ტექნიკები მაგალითად ადამიანები აკეთებენ რაღაც სუნთქვებს, რაღაცა სხეულთან ეპყრობიან ისე რომ შეიძლება ისე გადატვირთო. ან ისეთი პრაქტიკა გააკეთო, რომელიც არ არის შენთვის რა. აი როგორც ამ მომენტში ყოველ შემთხვევაში და შეიძლება გავნო.
აი მე სვამიჯი მითხრა, მე ვთხოვდი კრიას და სამჯერ ვთხოვე და სამივეჯერ დამცინა. მე რო დამცინა მე მივხვდი, ანუ იცინა რა, ისე იღადა რა ვთქვათ რა, იმიტომ რომ ეს თვალებს შევატყე და ბოლოს ისე მაჩვენა რომ ისე მომცემე ჩემი მალა, რომელზეც მანტრას ვკითხულობ, რომ ეს არისო შენი კრიაო რა და მივხვდი რომ ჩემი მანტრის წაკითხვა არის ჩემი კრია. და მაგას მივხვდი რომ არის რაღაცა კრიის ტექნიკები, სუნთქვის ტექნიკები, რომელსაც აი კრია არის რაღაცა სუნთქვის მედიტაციის ტექნიკა, გამწმენდი ტექნიკა, სულიერ წინსვლის ტექნიკა, არ ვიცი, რაც არის. რო რაღაცებს რო ვაკეთებ, მაგალითად, აი ესეთ რთულ ტექნიკებს, ჩემ ცხოვრებაში იწყება ჯოჯოხეთი. ანუ ეს ხო კრიები, ეს ძლიერი ტექნიკები რაღაც მომენტში აჩქარებს შენ კარმას, რაღაცა უფრო სწრაფად იწყებს გამოსვლას შენი თავიდან ეს ტკივილიც. ჩემ შემთხვევაში მაგალითად არის რაღაც სუნთქვები, რომელსაც ნახევარი სამყარო ახლა აკეთებს. მე მაგას თუ ვაკეთებ ყოველდღიურად, აი კაპალაბხატის თუ ვაკეთებ, იმებით რა ქვია, ბანდებით, თუ ვაკეთებ 10 დღე, მე ტექნიკა მიჩერდება, მანქანა მირჩერდება, კომპიუტერი მიფუჭდება და ყველა მეჩხუბება. მე ვხვდები, რომ კაი, ესე თუ მოხდა, თუ მე შემიძლია, მაგრამ ჩემი გონება იმდანაც გაწმენდილია, რომ შემიძლია მშვიდად შევხვდე ამას. ოკეი, მაგრამ მე მაგას მშვიდად ვერ ხვდები. მე ამაში ვარდები და ვიწყებ წამებას. ეგ ჩემთვის არის წამება. და რა საჭიროა ეს წამება? რა საჭიროა იმის გაკეთება, რაც ზედმეტია. ისევ დაუბრუნდები ჩვენ საწყის, რომ იოგა არის იმისთვის, რომ ამ ცხოვრებაში, შენი ცხოვრება, შენი გზის პატივისცემით იცხოვრო ბედნიერად. ჭეშმარიტებას ღაღადებ, ნამდვილად ასეა. ანუ რა ხდება ამ ძლიერი პრაქტიკების დროს? ფაქტიურად შენი შიდა ენერგიები ამოდის ზედაპირზე. მართალი ხარ, თუ იმ მომენტში გძნობ, რა თქმა უნდა, ტკივილის და ყველაფერი აბსოლუტურად. შიშები, შფოთვა და ასე შემდეგ. და თუ იმ მომენტში გძნობს ადამიანი, რომ ვერ უმკლავდება, რისთვის იწევს მაშინ ამას, რომ უარეს დღეში ჩავარდეს? ნამდვილად არ არის საჭირო. ამიტომაც, რა თქმა უნდა, არ უღადავია სვამიჯის, მაგრამ განიშნა რომ ანუ იცინა რა, ესე აი როგორც ბავშვზე ეცინებ, მე ეგრე ვხედავ, რა როგორც ბავშვზე ეცინებათ, რომ აი იმას არ ესმის ჯერ და შენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვს და ეს პირდაპირ არ უთქვამს ან რაღაცა, მაგრამ მე რო ხვდები, რომ აი ანუ საწყენად არა, ესეთი დაცინვა ცუდი ამ სიტყვის მნიშვნელობით არა. ხო, ან კიდე სხვა უარესი თუ არ არის ეს, თუ გამოდის ეს ენერგიები ტკივილი და ასე შემდეგ. აია, შეიძლება უარესი ილუზიაში ჩავარდე იმ რაღაცა დიდი ენერგიის მოზღვავებით ჩავარდე იმაში, რომ ვაი, წინა ცხოვრებები ვიცი, ეს ბევრჯერ მსმენია, თუნდაც ამ რაღაცა ჰოლოტროპული სუნთქვები და ასე შემდეგ, ეს არ არის ხუმრობა. მე მინდა რომ გავაფრთხილ მთელი სამყარო, რომ ეს არ არის ხუმრობა, ესეთ რაღაცებს არ აკეთებენ ადამიანებთან, ვინც უბრალოდ ტექნიკა იცის და მაგალითად, ვისაც შეუძლია გიშველოს ფიზიკურად. ეს კეთდება მხოლოდ იმ გურუების პოვნა ეხა ამ ქვეყნად უკვე უფრო და უფრო გართულდა. იმ ადამიანებთან, ვინც ხედავს წარსულს შენსას, მომავალს და შენ მთელ კარმას და იცის რისი ამოღება შენიდან შეიძლება და ვინც ყავს როგორც აი როგორ თქვა, მაიაკი კი არა და აი გემიდან რო ჩამოვაგდებ ის იაგარი როგორ იქნება ქართულად? ღუზა. ხო, ღუზე, რომელიც იცის სად ავტომატური, რომელიც იცის სად გაგიშვას, სად გაგაჩეროს. ამის გარეშე არ შეიძლება უბრალოდ მე ძალიან ბევრი ცხოვრება, ძალიან ბევრი მშვენიერი მოაზროვნე ტვინი და ძალიან ბევრი სხეული დანგრეული მინახავს. ეგეთი კუნდალინი პრაქტიკებით, ესეთი სუნთქვებით და რა საჭირო უბრალოდ არ მესმის, აი ეს ადამიანის უგარბის სადღაც სულ სწრაფად უნდა წასვლა წინ რა და
ეს არის ევალება კიდე. ზუსტად ეს არის სულ სწრაფი გონების ამოცანა. ყოველთვის გაურბის თავის ცხოვრებას წინ. თითქოს ის რაც არის, არ არის საკმარისი. არადა თავის გზა თავისით იხსნება. და ხო. ზუსტად ამ გზაშია, შენს ყოველდღიურ გზაშია სილამაზე. შვენიერიან, ნინა, ახლა მინდა გადავიდეთ შენი მასწავლებლის როლზე, ვისაუბროთ სწავლებაზე, სწავლაზე, ენერგიაზე და ამ ბლოკიდან პირველი კითხვა იქნება, რა არის ის მთავარი შეგრძნება, რისი გადაცემასაც ცდილობ შენი მოსწავლეებისთვის ყოველდღიურად გაკვეთილის დროს. ანუ, კითხვა რაში მდგომარეობს? რა ენერგია სტოვებ დარბაზში გაკვეთილის შემდეგ? დარწმუნებული ვარ, შენი მოსწავლეები ჩურჩულებენ ერთმანეთში, საუბრობენ, იქნებ შენთვისაც გაუზიარებიათ. მასწავლებელო, ასეთი ხარ, ისეთი ხარ. ხო. რა კითხვა არის? რა თქმა უნდა სიყვარულს, რა თქმა უნდა სიყვარულს და ეს სიყვარული მე რო ვჯდები იოგამათზე, როგორც მასწავლებელი, ყოფილა ეგრეც რომ მაგალითად ესეთი ამინდი ან ესეთი მდგომარეობა, რა ვიცი, მთვარის ფაზე, რომ არსად არ გინდა წასვლა რა. და რომ მივსულ ვარ, რომ მივდივარ და ვჯდები იოგამათზე, უცებ აი ისეთი სიყვარულის ბუშტი სკდება ჩემში, აი ეს მე ამას ვეძახი, რომ ჩემ ანახატაში იხსნება სიყვარულის ლოტუსი. რომ აი პირდაპირ ვიკარგები. ეს არის ჩემი პრაქტიკა. აი, როდესაც მე ვასწავლე, ეგ არის ყოველთვის ჩემი პრაქტიკა, ჩემი სიყვარულის პრაქტიკა, იმიტომ რომ იქ პიროვნულად, ისედაც პიროვნულად ყველა ჩემი მოსწავლის რაღაცა მიხრა-მოხრები, ხასიათის ნიშნები, ყველაფერი ჩემთვის საყვარელი ხდება თავის ვითომ პლუსებად და ვითომ მინუსებიანად. მაგრამ ის ყველა ადამიანი ჩემთვის აი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმ მომენტში მე ვხედავ ყოველ ადამიანში ჩემ თავს და სხვათა შორის ამის გადაცემა მინდა სუსტად რა. აი, ბევრი ესეთი თემა გვაქვს, ვლაპარაკობთ ხოლმე, აი თუნდაც ჯგუფში ყოველთვის არის ერთმანეთის პატივისცემა. ეს ჯგუფი ყოველთვის არის ოჯახივით და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ დედამიწაზე ზოგადად ვართ ყველა ერთი დიდი ოჯახი. მაგრამ აი ხო ხედავ, ეგრე ყველა ერთმანეთისგან დაყოფილები ვართ, ვომობთ ქვეყნები და ასე შემდეგ. და თუ შეიძლება ამ პატარა სივრცეში, თუნდაც არასისხლით დამული ადამიანების, თუნდაც მაგისაც არ მჯერა, რომ ყველა სისხლითაც კი ვართ დამულები. ამ პატარა სივრცეში, ხო, ეს ოჯახიანობის შეგრძნება არ არის აუცილებელი მაგისთვის, რა ოჯახის წევრები იყოთ, როგორც აი ესე ითვლება ჩვენთან. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო. ასევე ხო, რასაც ვასწავლი, რაც მნიშვნელოვანია თვითონ ტექნიკაში. ეგ არის ის, რომ ადამიანი მოდის და წვება იოგამათზე, პირველი სიტყვები, რასაც ვეუბნები, ეს არის ის, რომ არ არსებობს წარსული, ის უკვე გავიდა, მომავალი არასდროს არ არის ცნობილი. არსებობს მხოლოდ მომენტი ახლა და აქ. ამით იწყება ყველა ჩემი გაკვეთილი. და რომ ამ მომენტში ვსწავლობთ ყოფნას და მაგაში გვეხმარება გაკვეთილის განმავლობაში ყურადღების მიმართვა სხეულში. იმ ასანაში რა ხდება, როგორ იწელება ფეხი, სად ткиვა, სად გეძაბება და ასე შემდეგ. მაგაზე დაკვირვება, აი ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც გეხმარება შემდეგ იყო ამ მომენტში. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია შენი ყურადღება შემოაბრუნა სხეულში. თუ გონებას ვერ არჩევებ და ასე შემდეგ, შეგიძლია დააკვირდეს სუნთქვას, შეგიძლია დააკვირდეს. სუნთქვა კიდევ უფრო რთულია. სხეული უფრო გრძნობადი არის. კი, ნამდვილად. მინდოდა მეთქვა რამხელა ნიჭი და ბედნიერება, როცა აკეთებ იმას, რაც ასე გიყვარს. მთელი გულით უდგები ამას. და შემდეგი კითხვა კი მქონდა მომზადებული, ვიცი შენი პასუხი წინასწარ, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ცოტა შევცვლი, იმიტომ რომ ასე თუ ისე ნებისმიერი საქმიანობა ითვლება, რომ ადამიანს ღლის. შენთვისაც ინსტრუქტორობა მუშაობაა. მაგრამ აი ხო ხედავ, ახლა იმდენად უაზრო ჟღერს, მაგრამ მინდა რომ ყველა მოისმინოს ეს და გაიგოს, რომ ჭეშმარიტი მიდგომა ნებისმიერი საქმიანობისადმი არის აი ზუსტად ასეთი, როცა გულით აკეთებ, რასაც აკეთებ,
შენვე გავსებს. ანუ კითხვა უნდა ყოფილიყო ასეთი, შენ როგორ ავსებ მერე საკუთარ რესურსებს, ანუ როგორ ინარჩუნებ ბალანს, მაგრამ შენ გაკვეთილებიდან გამომდინარე ის კი არ გღლიან. ხო, მავსებენ. იქ როგორ ხდება, იცი? აი მე იმ ინტერვიუშიც მოვყევი და კიდე არ დავიხლები მაგის მოყოლას. ომაშრამში ვიყავი, სვამინჯისთან ვიყავით ჩასულები და ერთმა გოგომ მკითხა, რომ აი ჩვენი სისტემის მასწავლებელიო დაამთავრაო და ესე მივიდაო, ასწავლისო, მაგრამ წერსო, რომ აი სულ იხლებაო რა, სულ თითქოს სულ იხარჯება და თავის ენერგიას ხარჯავს და გაკვეთილის მერე გამოწურული არისო რა და რამე რჩება ხო არ გაქო და აი ეს ვთქვი, რომ არ უნდა ხარჯო შენი ენერგია. არ ხარჯავ შენ ენერგიას. შენ თუ ხარ მასწავლებელი, შენ ტრანსლირებ იმ გაუთავებელ ენერგიას. იმიტომ რომ ის აი რო ვჯდები ყოველთვის მე ვამბობ ლოცვას, რომ ღმერთო, სვამიჯი, ბახაბრაბუჯი, იესო ქრისტე, ყველა თქვენ ხელში მე ვაძლევ ჩემ ამ გაკვეთილს. გთხოვთ, რომ აიღოთ საკუთარ ხელში და ანუ ეს გაკვეთილი ჩაატაროთ რა და მე აი როგორც ტალღა ჩნდება რა და ამ ტალღაში მე უკვე არც მახსოვს რას ტრანსლირებ რა როგორც არ დამიგეგმავს გაკვეთილი როგორც არ დამიგეგმავს აი თქვი რომ აი მინდა დღეს ეს ასევნები ჩავატარო არასდროს ეს არ ასრულდა ყოველთვის სხვანაირი არის ყოველთვის მაინც ის მოდის რაც საჭიროა ამ ჯგუფისთვის რასაც თulis და აქ მნიშვნელოვანია შეგეძლოს მასწავლებელს მოდუნდე და მიენდო. შენ თუ არ ხარ მოდუნებული, მე ერთხელ სვამიჯის მასაჟს უკეთებდი და აი ეს იყო ალბათ ჩემი იოგის პირველი გაკვეთილი, ეს მანტრა რომ ავიღე, მეორე დღეს უკეთებდი თუ მესამე დღეს მასაჟს. და დავიძაბე რაღაცა ვზივარ, ვიცი რომ კარგად ვაკეთებ, მაგრამ მინდა მოვეწონა და ეს შემომხედავ შენო რომ აკეთებ მასაჟსო. უნდა მოდუნდე, შენო შენ მდგომარეობას გადასცემო რა და მაშინ მივხვდი და ესე ვიჯექი მე ერთ საათი უკეთებდი და გრძნობდი რომ ხა გურუს რო უკეთებ მასაჟს, ერთი საათი ვზივარ სწორი ზურგით, მაშინ ეგეთი ნავარჯიშები არ ვიყავი. ესე სწორ ჯდომაში და გრძნობ რომ ვივსები და იოგის მასწავლებლობაშიც და ალბათ ნებისმიერ მასწავლებლობაშიც იგივე არის. მნიშვნელოვანია შინაგანი მდგომარეობა ადამიანის, მასწავლებლის და ამიტომ მე მოსწავლეებისაც მადლობას რომ ვისმენ, როცა მეუბნებიან, აი დიდი მადლობა რომ კარგია გაკვეთილი იყო ესე, კარგად გრძნობ თავს. მე ვეუბნები რომ თქვენ არ წარმოგიდგენიათ როგორი მადლობელი ვარ მე თქვენი. იმიტომ რომ ეს მდგომარეობის დაჭერა იქ წახვედი ჩაატარე გაკვეთილი და მოხვედი იქ აივსე და რა თქმა უნდა მხოლოდ ამით არ ხდება ავსება რა მე მიწევს რომ ჩემი თავი მეჭიროს ფორმაში ანუ ჩემი თავისთვის სიკეთის გაკეთება მიწევს სხვის სიკეთისთვის აი ზუსტად ასე გამოდის აქედან გამომდინარე შენი სწავლება შენი პრაქტიკა ხო და მე საერთოდ მოვუწოდებ ყველას იპოვოს თავისი საყვარელი საქმე, რომელიც ავსებს. დაში მთელი სამყარო იქნება ბედნიერი და ყველას ერთმანეთი გვეყვარება. მთავარია არ დაიწუნოთ რაღაცა ეს წარმოდგენები გვიშლის ხელს იმაში, რომ თქვა დავკავდეთ საყვარელი საქმით, იმიტომ რომ ხანდახან გონია, რომ არასაკმარის ფულს მოიტანს, ან ბანძის საქმე არის, ან რაღაცა, იმიტომ რომ გვაქვს წარმოდგენა ამაზე. სინამდვილეში საუკეთესო საქმე არის იქ, სადაც შენ თავს კარგად გრძნობ. და უნდა დაუშვა, რომ ეგ შეიძლება იყოს ნებისმიერი რამე. ოქროს რჩება, ნინა, გეთანხმები ნამდვილად. ამბობენ, რომ ნამდვილი იოგა ხალიჩის მიღმა იწყება. შენ შემთხვევაში როგორ ვლინდება შენი პრაქტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში? იგივე კვებაში, ურთიერთობაში, ფიქრებში? აი, კვება ალბათ ყველაზე რთული ამბავი არის ჩვენ ცხოვრებაში. Ну, რა თქმა უნდა, მე ვეგეტარიანელი ვარ, როდესაც სვამიჯის მოსწავლე გავხდი, მე დავდე ვეგეტარიანელობის ფიცი ცხოვრების ბოლომდე
და სხვათა შორის ეგ არ იყო თავიდან ესეთი ცხოველთა მოყვარულობის მიზეზი. და შემდეგ გაიხსნა ეგ ჩემში. აი იოგასთან, მასწავლებლობასთან, ვეგეტარიანელობასთან ერთად გამიჩნდა ეს თანაგრძნობა სიცოცხლესთან და ნუ ხვდები რომ აწი ეს უკვე მარტივი გახდა. ხო, ანუ ჩემთვის თევზეული იყო პრობლემა და მაგრამ მე ძალიან მომწონს აქვე მინდა ვთქვა, რომ აი ნიშავადევის კითხულობდი და იქ სხვათა შორის ამბობს ვეგეტარიანელობაზე და ხორცის ჭამაზე და მე ძალიან მომეწონა. მე ვთვლი, რომ არ უნდა იყოს ბრძოლა, თუნდაც საჭმელთან, არ უნდა იყოს, რომ აი არ შევჭამ, თუ გინდა ჭამო ხორცი, უნდა ჭამო ხორცი. მაგრამ იოგი თუ ხარ, ჯერ ეგერთი ხო პრაქტიკები, ისედაც მე მაგალითად არ ვაძლევ პრაქტიკებს, რომელიც ხორცთან წინააღმდეგობაში მოდის და თუ აკეთებთ რაღაც პრაქტიკას, ეს გაითვალისწინებთ. ხორცი, ალკოჰოლი, კვება, სიგარეტი ძალიან არ შეესაბამება ერთმანეთს. ართულებს მდგომარეობას პირიქით, ხო? კი, უარესად ხდის, კი. ხო და აი ნიშნავადების ეწერა, რომ ადრეო რომ ნადირობდნენ ან რომ დაკლავდნენ ცხოველსო, ჯერ ოჯახში თუ კლავდნენ, იმას ძალიან ისე კლავდნენ, რომ ის ვერც გრძნობდა. ისე ზრდიდნენ, რომ ის სიყვარულში იზრდებოდა. და ახლა და როდესაც ადამიანი მიდიოდა სანადიროდ, ის ჯერ რაღაცა თაყვანს ცემდა ამ ნადირს, წინასწარ იღებდა თანხმობას იმის, რომ მოკვდება იმისთვის, რომ გამოკვებოს და არის ძალიან მარტივი რა, უბრალოდ რომ ჭამთ ხორცს. მადლიერი იყავით იმ სიცოცხლის, რომელიც დათმო თავისი სიცოცხლე ამ თქვენთვის მარგებელის მოტანისთვის და დამინჯერეთ ეს გამორებისთვისაც, ხო? ეს საჭმელი იქნება ბევრად გემრიელიც, ბევრად მარგებელიც და ხო და აი პროსტა პრაქტიკა რომ დაიწყოთ ეგეთი თვითონ სიყვარულიც დაესწრება. შემდეგ ეს გულიდანაც დაიწყებს მოსვლას ეს მადლიერება. იმიტომ რომ ვიცი ადამიანები, რომლებიც ნუ არ შეუძლიათ ხორცის გარეშე და არაფერი ჩამოგვიყალიბდა ესე ჩვენი ორგანიზმი, ვიღაცას ესეთი მოთხოვნა აქვს. არაფერი საშიში ამაში არ არის, მაგრამ ხო კარგი იქნებოდა თუ მადლიერება. მე ჯერ ეს რო წავიკითხე, მე იმებს ვეუბნები, რა ქვია, ნიუს და ბროკოლის ვეუბნები ხოლმე მადლობას, რომ დავისი სიცოცხლე, იმიტომ რომ ეგეც სიცოცხლე არის, კი. მადლიერება უდიდესი ძალაა. ეგ არის სიყვარული. და ესეც სიმართლეა დათმო ცხოვრება იმ ცხოველმა. დათმო. რომ შენ მოგანიჭო სიამოვნება. სიამოვნებაც ვიღაცისთვის ჯანმრთელობა არის, ვიღაც ვერ ივსებს, ვერ უყურებს ესე კვებას და ასე შემდეგ რა. მაგრამ ესეც მინდა თქვა, რომ სწორი კვება არ არის ხორცის ჭამა, სწორი კვება არის ბალანსირებული სწორი კვება. არა ხორცში არის საქმე, არამედ რომ ხორცსაც თუ ჭამთ, იქ ბევრი სხვა რაღაცაც უნდა გაითვალისწინოთ. ანუ ხორცზე უარის თქმაც არ ითვლება სწორ კვებად, აქედან გამომდინარე. ხო, მხოლოდ უარის თქმა ხორცის ჭამაზე, კი, ანუ ბევრ ამას შეიცავს, მართალია. არა ხორცის ჭამა მხოლოდ არის სწორი კვება. არც ერთი, არც მეორე. დიახ. მინდა კითხო რა აზრის ხარ, ანუ სად ავლე პარალელს, ვთქვათ, ზოგი უყურებს იოგას როგორც სხეულის გაკაშებას. შენ თვლი, რომ ეს სულის ტრანსფორმაცია. თუ პარალელს არ ავლებ და შენთვის ესეც ერთობაშია. თან სხეულის გაკაშება, თან სულის ტრანსფორმაცია, ორივე ერთად. დვავად ნომრას. რუსულად ხო არის ეგეთი გამოთქმა, ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულიო. ხო, ერთ მეორესთან გადის, ანუ ერთი მეორეზე ისე არის უკვე მობმული, რომ ხო, ეს სხეული დროებითია, მაგრამ ჩვენი ცხოვრებაც აქ დროებითი არის. და ჩვენი ცხოვრება აქ დროებითი არის ამ სხეულში ზუსტადაც. რომ როგორ უნდა ვიმუშაოთ სული, თუ ეს სულიერი გამოვლინება ამ სხეულით არ მოხდება ამ ცხოვრებაში. ეს ვერ არის ცალსახად.
როგორც ანუ ზოგი ამბობს, რომ ეს მატერია და სული ერთმანეთში ვერ მოდის. აქ მატერიალურ ცხოვრებაში ვართ. თუ მატერიალური საშუალებებით ამ ჩვენი სულის განვითარებას ვარ ხერხებთ ამ ცხოვრებაში. სხვანაირად ვერანაირად. ყოველ შემთხვევაში მატერიალურით ვიწყებთ და ასევე ბევრი არის რომ ამბობს რომ აი ფული და სულის არ არის არაფერი კარგი, რასაც დამოკიდებული ხარ, ხო? მაგრამ რატომაც არა, რატომაც არ უნდა ჩაიცვალ ამაზად, თუნდაც რო ვლაპარაკობთ სიამოვნების მიღება რა, იგივე აი აბანოში რო წავიდე და იქ გავატარო დრო მექისეს დაუძახო და რაღაცა საუნაში რო ვიჯდე, მაგისთვის ფული არის საჭირო. და ეს ფული მე მავსებს, მე მივდივარ და ამას ვაფხრევ ჩემ შვილებთან, საყვარელ ადამიანებთან, გამდელთან, არ ვიცი, როგორც არის რა. ხო, არ არის ხო, ხტები მატარებელი ამ ენერგიის ნამდვილად და ახლა ზუსტად ჩვენს მოსწავლეებთან კავშირში, თუმცა ეს აღნიშნე, მაგრამ მაინც მინდა ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ. ამბობენ, რომ მასწავლებელი თავადაც მუდმივი მოსწავლეა. იმიტომ რომ რა თქმა ფაქტიურად ეს ხომ უნდა. ენერგიის გაცვლა და გასაგებია ჩვენ ერთი სიტყვით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ სიყვარულს გასცემ, სიყვარულს ღებულობ და ამით ჩვენი ინტერვიუ დასრულდება ეგრევე. მაგრამ მაინც რას გაძლევენ ყველაზე მეტად შენი მოსწავლეები, რა ენერგიას იღებ მათგან? ჯერ ძალიან დიდ ცოდნას ვიღებ. მოსწავლეები არის ჩემთვის მუდმივი სწავლა. ყველას თავისი პრობლემა აქვს თუნდაც სხეულში და შემდეგ მე როდესაც ვმუშაობ ამ სხეულთან, რომ რაღაცას რო ვიგებ, ხო? მე მივდივარ, ვკითხულობ ინფორმაციას, პოულობ რა შეიძლება იყოს. ძალიან ბევრი რაღაცა სხეულზე გავიგე, ისეთი რაც არ წარმომიდგენია რა. ყველა დაავადება, არ ვიცი, დაწყებული მენტალური დაავადებიდან დამთავრებული აუტოიმუნური დაავადებით, ანუ ყველაფერი სხეულზე, მე უკვე არ ვამბობ უშუალოდ რაც ეხება სხეულს რა. და შემდეგ ხო, ეგ ჩემთვის საინტერესოა და მან ვითარებს. მასწავლებლობა არის გაუთავებელი სწავლა, გაუთავებელი. შენ სულ სწავლობ და ალბათ მასწავლებლობაში არა, ყველა პროფესიაში არის ეგრე რა. ახალურებაშიც ეს უკვე გამორეცხილი ფრაზა არის, ყველა ერთმანეთისთვის მასწავლებლები და მოსწავლეები ვართ, ეგრე არის, მაგრამ სწავლების პერიოდში, რაც ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი ჩემი ცხოვრებისთვის მომწეს ჩემო მოსწავლებელმა, ეგ არის ჩემი თავდაჯერებულება. მაგათი სიყვარულით, მაგათი მადლიერობით მე მივიღე ეს ჩემი გზა ბოლო-ბოლო და ვაღიარე, რომ მე ვარ მოწოდებით იოგის მასწავლებელი. მანამდე ეგ, ძალიან რთული იყო. სვამიჯი სანამ შემხდებოდა, ვიღაცები მოდიოდნენ და მთხოვდნენ მასწავლებლობას. ჩემთვის ძალიან რთული იყო. ვიწყებდი და აქ აი ყველაფერი მომწეს ამ განხრით რა. თითქოს გაღიარეს. ხო, აი ეს აღიარება რომ მივიღე და ასევე მე მაგალითად ესეთი მომენტი მჭირდა, რომ ესეთი მაშველის სინდრომი რომ მჭირდა რა და ესე ვებმოვედი ყველას მინდოდა ყველასთვის მეშველა, მე ფსიქოლოგმა მითხრა რომ აი მე ხვის პასუხისმგებლობას რო ვიღებ ჩემ თავზე, საკუთარ პასუხისმგებლობას ჩემი თავისგან, საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბევარ, ესეც იყო მართალი, მაგრამ ძალიან შეჩვეული ვიყავი ამას. ურთიერთობებშიც ძალიან ესეთი გამცემი ვიყავი და ძალიან ვიკარგებოდი და როდესაც მე მივდივარ და ვასწავლი, იქ ეს ხდება ბუნებრივად, იქ ეგ არის საჭირო. და იქ რო ამ ენერგიას ვდებ და თან საპასუხოდ ახლა ურთიერთობაში ვაკეთებდი და მე ის ვერ ხედავდა და მე ამას განიცდიდი და იქ მე ვაკეთებ და ვხედავ მადლიერებას და ეს უკვე იქ მოგვარებულია ეს ამბავი და ცხოვრებაში ეს მაშველებლობა და თავგანწირვა, როდესაც არ არის საჭირო, აღარ ხდება რა. ეს შინაგანი რაღაცა კომპლექსები დამილაგა ძალიან. ой, საქმეს რო აკეთებ, რომელიც შენია. ანუ ამ თვისებამ აქ იპოვა გამოსავალი, ხო? თურმე ამისთვის ყოფილა საჭირო. კი, კი. შვენიერია.
ნინა, კიდე უნდა შევისვენოთ. ემტვენოთ. კარგი.